ოფისში სტატიკურად მყოფ არა გადაადგილებად, არამედ ერთ თავის წერტილში მყოფ ადამიანებს მიუვარდნენ ეს ფაშისტები და პროვოცირებდნენ, მათ შორის თქვენ რომ აი ესე ძალიან საყვარლად ამბობთ რომ ღეროდნენ, აი ეს სიმღერა გულისხმობს ყველა ქართული ოცნების დედის გინებას და დედის გინებაზე როგორ რეაგირებენ ქართველები შეგიძლიათ იხილოთ ისტორიულად და ტრადიციულად. ერთ დროს იყავით ნიდერლანდის საბჭოს ხელმძღვანელი პარლამენტში და როგორ რომ მომიახლოვდით უფრო შთამბეჭდავი იქნებით? არა, რაღაცა საეჭვოდ მომიახლოვდით. საბჭოს თავმჯდომარე იყავით ერთ დროს პარლამენტში და ქალი ხართ, ბოლოს და ბოლოს, ხო? ანუ ადასტურებთ რომ ქალი-ქალია. ან თქვენ ადასტურებთ რომ ქალი-ქალია და მე რო ქალი ვარ, ადასტურებთ, ხო? გვიერთდებით ამ პოლიტიკაში. არ ვიცი, თქვენ ისეთ პოლიტიკურ იდეოლოგიას ემსახურებით, ეჭვის ქვეშ იყო ქალი-ქალია თუ კაცი-კაცია. და ამის დამამტკიცებელი არაერთი ვიდეო მასალა არსებობს. აი ამ კითხვით ქართული ოცნების შტაბის წარმომადგენლება, თქვენ ამბობთ რომ დედის გინებაზე პასუხი ნორმალურია. პასუხად ძალადობა ნორმალურია. როგორი რიტორიკული ხართ და რიტორიკული და ესეთი ომახიანი. მოკლედ თქვენ ამ კითხვაში, სადაც იმ მოძალადე ჯგუფებში გამოყოფთ ქალებს, რომლებიც ყველაზე ომახიანად აგინებდნენ ჩვენს მხარდამჭერებს და ყველაზე უმსგავსად იქცეოდნენ მათ შორის და ამით გინდათ რომ ეს ყველაფერი გაიტანოთ როგორც ქალთამემარ ძალადობა, ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ აყენებთ რეალურად იმ ქალებს, ვინც მართლა ძალადობის ქვეშ არიან ოჯახებში თუ სხვადასხვა პარტნიორულ ურთიერთობებში. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ან გაერკვიეთ საქმეში, ან ისწავლეთ, ან იცოდეთ როგორი სტანდარტი უნდა დაიცვათ, როდესაც აი იქეთ მოძალადე შეურაც მყოფელ, აი ამ ფაშისტურ აქტივიზმში ჩართული ადამიანები, მათ შორის ქალებიც და კაცებიც არ აქვს ამას მნიშვნელობა, არ გამოიყვანოთ მსხვერპლებად. ესენი არ იყვნენ მსხვერპლები, ესენი იყვნენ მოძალადეები. ან თქვენ ტელეფონში სხვანაირად ნამდვილად არ ჩანს ეს ყველაფერი. თავიდან ბოლომდე მაქვს ნანახი ყველაფერი და ეს ადამიანები ფაშისტურ დაჯგუფებაში ფაშისტები იყვნენ ქალებიც და კაცებიც, სამწუხაროდ. ფაშისტები იყვნენ ქალებიც და კაცებიც. დავასრულე. ერთ დროს გენერალური საბჭოს ამ თემაზე დავასრულე. თქვენ მიიღეთ. არ მაინტერესებს, ანუ თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე მაქვს ნანახი. თავიდან ბოლომდე მაქვს ნანახი. დაასრულეთ თქვენი კითხვა. თქვენი მონოლოგი თუ დაასრულეთ, მაინტერესებს. მე მაინტერესებს თქვენი მონოლოგი თუ დაასრულეთ. ანუ გამცემთ პასუხს, დაასრულეთ თქვენი კითხვა. გაინტერესებს თქვენი შეფასება ამ თემაზე? ჩემი პასუხი გაინტერესებთ. დახტნით ფაშისტები იყვნენ ქალებიც და კაცებიც. სამწუხარო არის, რომ ჩვენს რეალობაშიც ეს ფაშისტური დაჯგუფება დაკომპლექტებული არის ქალებითაც. ეს არის ჩემი პასუხი. 9 შვილის დედასაც ცემეს. ეს არის ჩემი პასუხი და თქვენ დაუსრულებლად თუ გინდათ კითხვების დასმა, ეს არ არის ჟურნალისტიკა. ეს არის რაღაცა ვოუკიზმი, რომელიც გასწავლეს, დაგატრენინგეს და ეს არ არის ნორმალური. აი ხა თქვენ როგორც იქცევთ, ეს საერთოდ არ არის ნორმალური. მათ შორის არც ხალხ შეეფერება, არც კაც შეეფერება, არც ჟურნალისტს, არც ქართველს, არც სხვა ეროვნებას. ანუ თქვენს კითხვაზე გავეცი პასუხი. იდენტიფიცირებული ყველა მოძალადე, მათ შორის კადრშიც ნაცვლად ჩანს, ვინ ძალადობს აი ამ გოლზე, მაგრამ ეს ადამიანები თქვენი კითხვების შინაარსი თუ გინდათ რომ ჩაიწეროთ, ანუ შეგიძლიათ რომ ცალკე დადგეთ და ჩაიწეროთ. ქალებიც იყვნენ და შესაბამისად ფაშისტი ქალებიც დაისაჯნენ იმ დროს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. და შესაბამისად ეს ფაშისტური გამოვლენა რა დროსაც არ უნდა იყოს, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს, ამას არ აქვს მნიშვნელობა ფაშისტი ქალი იქნება თუ კაცი. დავასრულეთ ეს თემა.